ეხლა ეს ისეთი თემა აქტუალური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პედიატრის რეკომენდაცია არის, რომ რეჟიმში უნდა ჩასვა ბავშვი, უნდა შეაჩვიო, ადრეა ესეთი პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან რა. ადრეა, იმიტომ რომ ამ ასაკში დისციპლინაზე უფრო მნიშვნელოვანი არის მან მიიღოს პრობლემის დაძლევის გამოცდილებები მშობლის მხარდაჭერით. ეხლა 2 წლის რო გახდება, მე შეიძლება დისციპლინა შემოიტანო, მე შეიძლება შემოიტანო, რომ აი შენ დააგდე და შენ აიღე და აბა მოდი ჯერ შენით ჩავეჭა. პასუხისმგებლობის აღება რაღაცა თავის გაფუჭებას. ცოტას დასრულო პატარასთან ძალიან მხარდამჭერები უნდა ვიყოთ. ძალიან და აქ მნიშვნელოვანი არა რეჟიმები და რაღაცები, არამედ მე შენ გვერდით ვარ და ჩვენ ერთად ამას მოვერევით. არა, რო იზრდება ბავშვი. შემდეგ ჩვენ გვჭირდება რა, რომ ბავშვის ფსიქიკაში გაჩნდეს გამოცდილება, რომ ჩემითაც შემიძლია დავძლიო. ამიტომ რა ვშვებით ამ დროს, რომ ვაკვირდები, თუ წაიქცა და თავად შეუძლია ადგომ ადგეს. თუ წვალობს მის დაჭრაში, მაგრამ ჭრის, დაჭრას თვითონ მოუნდეს 1 საათი არა უშავს. მაგრამ მიხვდება რომ აი რა ტიპები ჩითებიან, იცი, მე თქვენაერი ტიპები ჩითებიან, ნახე? ამდენი ხანი გადაცემას აკეთებთ და ჯიუტად გჯერათ, რომ ეს გადაცემა მაგარ შედეგებსაც მოიტანს, სპონსორების გეყოლება და ასე შემდეგ. მიბრძოლი ტიპები ჩითებიან. და არა ტიპი რომ არ გამოდის და დავანებოთ თავი და მე ვიღაცა მოვა და გაგვიკეთებს. და ამ დროს ვიღაცა გააკეთებს და თვითონ მიიღებს შედეგს, იმიტომ რომ იბრძოლა. რა თქმა უნდა, აბარა, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ჩვენი დახმარებით უნდა გამოიმუშაოს ბავშვმა, ჩვენი ჩართულობით უნდა და აი ყველაზე რთული სხვა შორის ეს არის ახსნაში, რომ განსაზღვრო, სად ჩაერთო და დაასაფართო და დაიხმარო და სად უბრალოდ უყურო.